Helicobacter pylori არის ბაქტერია, რომელიც იწვევს კუჭის ლორწოვანი გარსის დაზიანებას და შეუძლია გამოიწვიოს გასტრიტი და შემდგომში ჩამოყალიბდეს კუჭის წყლული და შეიძლება გართულდეს კუჭის კიბოთი. Helicobacteriას შეუძლია გაექცეს კუჭის დამცველობით მექანიზმს, ანუ კუჭის წვენის სიმჟავე ანეიტრალებს ბაქტერიების დიდ ნაწილს, თუმცა Helicobacterიის შემთხვევაში ეს ასე არ ხდება. Ბაქტერია ადვილად იჭრება ლორწოვან გარში, იდებს იქ ბინას და იწყებს შესაბამის დაზიანებებს. Helicobacteriით ინფექცია ხშირად სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, შეიძლება ეს გრძელდებოდეს წლების მანძილზე და შემდეგ განვითარდეს სიმპტომები და პაციენტს დაეწყოს ჩივილები. ეს ჩივილებია ძირითადად გულძმარვა, დისკომფორტი, ტკივილი კუჭის არეში, საჭმელმუნელებელი სისტემის სხვა გამოვლინებები, მაგალითად შეიძლება იყოს ფაღარათი, მუცლის ტკივილი და ასე შემდეგ. თუმცა როგორც ვთქვი, შეიძლება სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს და გამოვლინდეს შემთხვევით გამოკვლევის შედეგად. Helicobacteria გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს, ხშირად შეიძლება ადამიანი დაინფიცირდეს დამიძურებული წყლით, საკვებით. ჭიდრო საყოფაცხოვრებო საოჯახო კონტაქტებით Helicobacteria ძალიან ადვილად გადაეცემა, ამიტომ ხშირად, როდესაც ოჯახის ერთ წევრს აქვს ეს ბაქტერია, ასევე სხვებსაც აქვთ, ამიტომ რეკომენდებულია ხოლმე, რომ სხვა ოჯახის წევრებიც იქნეს გამოკვლეული ამ ბაქტერიაზე. Helicobacterიის დიაგნოსტიკის რამდენიმე მეთოდი არსებობს, თითოეულ მათგანს აქვს გარკვეული უპირატესობებიც და ნაკლოვანებებიც. ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი ტესტია სუნთქვის ტესტი. სუნთქვის ტესტი თავისი სიზუსტით გამოირჩევა და ძალიან კარგი ტესტია, უბრალოდ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ პაციენტს ჭირდება შესაბამისი მომზადება და ზედმიწევნით კარგად უნდა იყოს მომზადებული პაციენტი, რომ ცრუდადებითი პასუხი არ მივიღოთ. ამის წესებს პაციენტს აძლევენ კლინიკაში და გამოკვლევამდე 10 დღით 2 კვირით ადრე მთელი რიგი წესები უნდა დაიცვას პაციენტმა, მაგალითად არ მიიღოს გარკვეული საკვები, მედიკამენტები და ასე შემდეგ. თუ წესები დაცულია, სუნთქვის ტესტი ძალიან კარგი და ზუსტი ტესტია. არსებობს ასევე განავლის ტესტი Helicobacteriაზე, რომელიც ასევე საკმაოდ მაღალი მგრძნობელობით ხასიათდება, უბრალოდ ძალიან კონკრეტული და სპეციფიური წესები აქვს განავლის შეგროვებას და ზოგჯერ პაციენტები თავს იკავებენ ხოლმე ამ პროცედურაზე. რაც შეეხება სისხლში ანტისხეულების გამოვლენას, მისი ნაკლია ის, რომ მკურნალობის ეფექტურობას ჩვენ ვერ შევაფასებთ და ნამკურნალებ პაციენტებში ძალიან დიდხანს ანტისხეულები დადებითია და ამიტომ ჩვენ ვერ ვხვდებით მიმდინარე ინფექცია თუ წარსულში ქონდა პაციენტს და განკურნებულია. შესაბამისად, რომელი ტესტი ჭირდება ზუსტად პაციენტს, ამას გადაწყვეტილებას ამის შესახებ იღებს ექიმი. შეიძლება ექიმა ურჩიოს კომბინირებულადაც ტესტების ჩატარება პაციენტს და შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება მკურნალობას საჭიროებს პაციენტი თუ არა. Helicobacterიის მკურნალობა ხდება მედიკამენტების კომბინაციით, რომელშიც შედის ანტიბიოტიკები და ასევე შედის კუჭის სიმჟავის დასარეგულირებელი მედიკამენტი. საკმაოდ ხანგრძლივია მკურნალობა, ანტიბიოტიკების კომბინაციები მრავალფეროვანია და გადაწყვეტილებას იღებს ექიმი იმის მიხედვით, მაგალითად პაციენტი პირველად იტარებს მკურნალობას, თუ ეს განმეორებითი მკურნალობაა და ასე შემდეგ სხვადასხვა კრიტერიუმით. სამწუხაროდ დიდ პრობლემას წარმოადგენს Helicobacterიის საწინააღმდეგო ანტიბიოტიკების მიმართ მზარდი რეზისტენტობა, ანუ ბაქტერია თანდათანობით უფრო გამძლე ხდება პირველი რიგის მედიკამენტების მიმართ. შესაბამისად, სწორად არის საჭირო შერჩევა მედიკამენტების კომბინაციის. დიახ, Helicobacterიის გადატანის შემდეგ მყარი იმუნიტეტი არ გვაქვს, ანუ ადამიანი შეიძლება თავიდან დაინფიცირდეს და თავიდან საჭიროებს მკურნალობას. თუმცა უფრო ხშირად ეს არის ხოლმე ბოლომდე კარგად არ განკურნებული ინფექციის რეციდივი. ანუ, როდესაც თავიდან იწყება სიმპტომები ან კვლევით ისევ გამოვლინდება Helicobacteria, ხშირ შემთხვევაში ეს არის იგივე ინფექცია, რომელიც უბრალოდ ბოლომდე არ განიკურნა და ბევრი ადამიანი საკმაოდ წვალობს, იმიტომ რომ განმეორებითად რამდენჯერმე ჭირდება მკურნალობა. თუმცა სიმპტომების გამოჩენის შემთხვევაში ან კვლევებით დადასტურების შემთხვევაში ხელახლა საჭირო მკურნალობა იმისთვის, რომ ამ ბაქტერიამ თავის დამაზიანებელი ზემოქმედება არ გააგრძელოს და არ გამოიწვიოს ის დაავადებები, რაზეც ჩვენ ზემოთ ვილაპარაკეთ, ანუ გასტრიტი, კუჭის წყლული და კუჭის კიბო.